ეს ნაკრძალი მართლაც შესანიშნავი ადგილია. აქ არიან იგუანები, ფარშავანგები და ტუკანები. შეგიძლია ყველა ფრინველის ჭიკჭიკი მოისმინო, ყველა ცხოველი ნახო, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო მაინც ცხოველების ველურ ბუნებაში გაშვებაა. როგორც კი ჩაერთვები ამ პროექტებში, მაშინვე მთელი გულით და სულით უთანაგრძნობ. ხედავ, რომ შენს გაკეთებულ საქმეს კარგი შედეგი მოაქვს. სწორედ ასეთი მცირე დეტალები გვანიჭებს მოტივაციას და იმედს გვაძლევს, რომ მომავალში მართლაც რაღაც შეიცვლება. ჩემი სახელია ემი ვანეიში და 4 წელზე ცოტა მეტია, რაც რესკეტის ველური ბუნების გადარჩენის ცენტრში ვმუშაობ. რესკეტის ველური ბუნება ცხოველების გადარჩენის ყველაზე დიდი ცენტრია ცენტრალურ ამერიკაში. წელიწადში დაახლოებით 1000-ზე მეტ ცხოველს ვიღებთ. ჩვენი მიზანი, როგორც წესი, მათი რეაბილიტაცია და ისევ ბუნებაში დაბრუნებაა. ნაკრძალში დაახლოებით 125 სახეობის ცხოველია. დაახლოებით 700 ცხოველი სამუდამოდ გვყავს შეფარებული. ჩვენს საავადმყოფოსა და რეაბილიტაციის ცენტრში კი ერთდროულად 100-დან 400-მდე ცხოველია ხოლმე, რომლებიც რეაბილიტაციას გადიან. დაახლოებით 35 წლის განმავლობაში 25000 ცხოველი დავაბრუნეთ ველურ ბუნებაში. ასე რომ ჩვენს ხალხში უამრავმა ცხოველმა გაიარა. მიზეზი იმისა, თუ რატომ მოჰყავთ აქ ცხოველები, ძალიან ბევრია. ჩვენ ცხოველებს საზოგადოებისგან ვიღებთ, ისეთებს, რომლებიც ხალხს სახლში შინაური ცხოველივით ყავდა. ხალხი პოულობს ცხოველებს, მაგალითად ისეთს, რომელსაც მანქანამ დაარტყა. ვერ ვიტყოდი, რომ აქ შემოსულების უმეტესობას ცუდად ექცეოდნენ, მაგრამ ისეთი შემთხვევებიც გვაქვს, რომლებიც ნამდვილად აგიჩუყებთ გულს. გაგაბრაზებთ კიდეც, მაგრამ ჩვენ მაინც გვიხარია, რომ ეს ცხოველები ახლა ჩვენთან არიან და ახლა მაინც ვრუნავენ მათზე ისე, როგორც საჭიროა, რომ ნორმალურ პირობებში იცხოვრონ. ცხოველის გადარჩენისა და რეაბილიტაციის პროცესი სულ სხვადასხვანაირია და თავად ცხოველზეა დამოკიდებული. თუ ისეთი ცხოველი შემოვიდა, რომელსაც ძალიან მცირე კონტაქტი ჰქონდა ადამიანთან, მათ ძალიან დიდი შანსი აქვთ, რომ ისევ ტყეში გავუშვათ, სადაც მათი ადგილია. თუ ისეთი ცხოველი მივიღეთ, რომელიც გაყიდეს და მოშინაურებული ჰყავდათ, მათ შესაძლოა ქცევისა და კვების პრობლემა ჰქონდეთ. თუ ჩაითვლება, რომ მისი ტყეში გაშვება უსაფრთხო არ არის, მაშინ ჩვენთან რჩება ნაკრძალში სამუდამოდ. მე ვეტერინარი ვარ რესკატის ველური ბუნების გადარჩენის ცენტრში. ჩვენ ყველა აქ შემოსულ ცხოველზე ვზრუნავთ, იქნება ეს ძუძუმწოვარა რეპტილია თუ ფრინველი, მაგრამ მე ყველაზე მეტ ყურადღებას ფრინველებს ვაქცევ. წლის განმავლობაში ყველაზე მეტს ფრინველს ვიღებთ. ჩვენი მოვალეობაა გავსინჯოთ ცხოველები ფიზიკურად, ჩაუტაროთ ანალიზები, რათა დიაგნოზი დავსვათ. იქნება ეს ეკოსკოპიისა თუ რენტგენის საშუალებით. ახლა ბარტყობის დროა და მე უნდა ვაკონტროლო მათი კვება, გარემოს ტემპერატურა და ყველაფერი გავაკეთო, რომ ჯანმრთელები იყვნენ. ყოველთვის მიყვარდა ბუნება, ჯერ კიდევ ბავშვობიდან და აი ბოლოს აქ ჩამოვედი მოხალისედ, მერე კი უფრო დიდი ფუნქციაც მომანიჭეს. მოხალისეთა პროგრამების სტაჟირებას გვაქვს ვეტერინარის სტაჟირების პროგრამა, რომელიც ძალიან ინტენსიურია. ამის გარდა გვაქვს კიდევ ერთი პროგრამა, რომელსაც ველურ ბუნებაში სტაჟირებას ვეძახით. აქ ვინც მუშაობს, ყველას უყვარს თავისი საქმე. ეს არის ის, რის იკეთებაც გვინდა. J'ai toujours rêvé découvrir des animaux exotiques. ყოველთვის მინდოდა ეგზოტიკური ცხოველების ნახვა. მართლა გაოცებული ვარ აქ ნანახი ცხოველებით. უბრალოდ დაუჯერებელია. აქ ყველაფერია. იქნება ეს მაიმუნი, კატისებრთა ოჯახის დიდი და პატარა წარმომადგენლები, ტაცებლები თუ თუთიყუში არა, რომელიც საუზმობს. დიდი მრავალფეროვნებაა. სტაჟირების დროს საკუთარი თავის უკეთ გავიცანი. ყოველ დღე რაღაც ახალს ვიგებ. ყოველ დღე ვსწავლობ. უკვე მივეჩვიე რუტინას. ნამდვილად კარგი გამოცდილება მივიღე. ეგზოტიკური ცხოველებით ვაჭრობა ჯერჯერობით ისევ ყველაზე მტკივნეული საკითხია და ისევ ყველაზე დიდ პრობლემას გვიქმნის. ჩვენი ცენტრი ცდილობს გარკვეული საკითხების მოგვარებას და ამ მხრივ ძალიან დიდი როლი განათლებას აკისრია. წლის განმავლობაში უამრავ ბავშვს მასპინძლობთ, რომლებიც სკოლებიდან ჯგუფებად მოჰყავთ. განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. მიყვარს, როცა ამ საქმით ვარ დაკავებული, რადგან მე ხედავ, როგორ იცვლება ადამიანი და მთელი საზოგადოება, ოჯახები. ძალიან მნიშვნელოვანია ახალი თაობის განათლება, რადგან სწორედ მან უნდა მიიღოს მომავალში გადაწყვეტილებები. მე ვამბობ, რომ ჩვენ უბრალოდ ვავრცელებთ ინფორმაციას, რათა ხალხის ცნობიერება ამაღლდეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცეს ცხოველს და როგორ მოიქცეს გარკვეულ შემთხვევებში. განათლების მიცემა ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ამ კუთხით. თუ ვერ შევძლებთ შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას, არაფერი შეიცვლება. არადა უკვე ვხედავთ ცვლილებებს კოსტა-რიკაში, რაც უბრალოდ გასაოცარია. უკვე მოდის თაობა, რომელიც აღარ ცდილობს სახლში შინაურივით იყოლიოს ველური ფრინველები და ცხოველები.
კოსტა-რიკაში მენტალიტეტი ნამდვილად შეიცვალა. ჩვენი დაფინანსების დიდ ნაწილს ნაკრძალი გვაძლევს. დონორების შენატანებსაც დიდი წილი ეკუთვნის. ასევე დავიწყეთ ცხოველის გასხვისების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხალხს სიმბოლურად აღყავს ცხოველის აკუთრებაში. ეს ძალიან კარგი გზაა, რომელიც ხალხისგან შემოწირულობების მიღების საშუალებას იძლევა, რათა საქმიანობა გავაგრძელოთ. ყველა რაღაცას აკეთებს, რომ ვითარება შეიცვალოს. ზოგჯერ ცოტა უკან უნდა დაიხიო, რათა მთლიანად დაინახო შეცვლილი სურათი. აქ მუშაობამ მასწავლა, რომ თითოეული ცხოველი და ინდივიდი განსხვავებულია. ვისწავლე, როგორ შევხვდე მათ, როგორ გავიგო მათი ხასიათი. ეს საოცარი ადგილია. სოფლიოში არ ვიცი ადგილი, რომელსაც აქაურობას შევადარებდი. ჩვენი ნაკრძალის ბინადარი ცხოველების შესაძლოა ვერ გავუშვათ ტყეში, მაგრამ ვხედავთ, რომ აქ კარგად არიან და ეს მაბედნიერებს.